Тема деизоляции Абхазии впервые прозвучала в парламенте Турции. Депутат Сельчук Аздак предложил рассмотреть признание абхазских паспортов в гуманитарных целях и запуск морского и авиасообщения с республикой. მაშინ, როდესაც ჩვენ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი შეგვაქვს და ამაზე უამრავი კითხვის ნიშანი არსებობს, ამ დროს თურქეთის პარლამენტში განიხილება ინიციატივა აფხაზეთთან საჰაერო და საზღვაო მიმოსვლის აღდგენის და ასევე აფხაზური პასპორტების აღიარების. როგორც ქართველი და დევნილი აფხაზეთიდან, ამაში მხოლოდ ჰუმანიტარულ მისიას ვერ ხედავ. ეს არის დიდი გეოპოლიტიკა. როგორც ჩანს, სოხუმში გავლენიანი წრეები კრიზისში მყოფი რუსეთის ალტერნატივას ეძებენ. და ანკარაში უკვე არიან დეპუტატები, რომლებიც მზად არიან ეს როლი მოირგონ. ჩვენთვის ეს ორმაგი საფრთხეა. ვინაიდან რუსულ ოკუპაციას ამ შემთხვევაში უკვე ემატება თურქეთის კულტურული და ეკონომიკური ინტერესი აფხაზეთში, რაც დეოკუპაციის პროცესს კიდევ უფრო გაართულებს. თუ აფხაზეთი თურქეთისთვის ჩვენი გვერდისავლით გაიხსნება, ეს ჩვენთვის უდიდესი გამოწვევა იქნება. ქართული ოცნება ამ საკითხზე რეაგირებას არ ახდენს. როგორც ჩანს, მათ პასუხის გაცემა მხოლოდ ევროპელი დეპუტატებისთვის შეუძლიათ. ღირსეულმა ხელისუფლებამ ამ დროს მკაცრი პოზიცია უნდა დააფიქსიროს. ნებისმიერი ტრანსპორტი თუ დოკუმენტების ლეგალიზება თბილისის გვერდისავლით ეს ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევაა. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ინიციატივები ჩვენი მხრიდან, ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით უნდა ჟღერდებოდეს. თბილისმა აფხაზეთის მოსახლეობას მსოფლიოსთან და ევროპასთან კავშირი საკუთარი დოკუმენტაციითა ან ნეიტრალური სტატუსებით უნდა შესთავაზოს, იმისთვის, რომ თურქეთის ინიციატივამ აზრი დაკარგოს. აქვე მნიშვნელოვანია, რომ ოკუპირებულ რეგიონებში სხვადასხვა ქვეყნის გავლენები ამერიკისა და ევროპის უსაფრთხოების დღის წესრიგის ნაწილი უნდა იყოს. თუმცა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ქართულმა ოცნებამ ძალიან გაიფუჭა ურთიერთობები ევროპასთან და ამერიკასთან. ზუსტად ეს ქვეყნები არიან ის ჩვენი მეგობრები, რომლებიც მსგავსი საფრთხეების არიდებაში წლებია გვეხმარებიან. და ბოლოს, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ აფხაზეთი საქართველოა და ყველა გადაწყვეტილება აფხაზეთის შესახებ თბილისში მიიღება.